რაც თქმა ჩვენი გადაცემის სახელით მინდა მივსამძიმრო ბატონი თალას ოჯახს და არა მხოლოდ ოჯახს, მთელ თეატრალურ და კინო სამყაროს. ფიქრებმა წამეღებდა რამდენიმე ამომიტივი რამე ამომიტივი. უერთდებით რა თქმა უნდა. და ჩვენ სტუდიაში ვსაუბრობდით გარდა იმისა, რომ სპორტის სამინისტრო სპორტის ხელშეწყობის კუთხით აკეთებს თავის საქმეს, მის შემადგენლობაში შედის ეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი, რომლის დაფინანსებაზეც გვინდა რომ მოგვიყვეთ კონკრეტულად რისთვის არის გამოყოფილი 1 მილიონი ლარი. ტემპი ავკრიფე და შესაბამისად შევესწრები გავაგრძელო. თვითონ ერთადერთი ფონდი გახლავთ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი, სახელმწიფო ორგანიზაცია, სახელმწიფო ორგანიზაციების შორის ფონდი, რომელიც აფინანსებს ახალგაზრდულ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდულ პროექტებს და ჩართულია ის არასამთავრობო სექტორი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით, ახალგაზრდული მიმართულებით. ეს ფონდი დიდი ხანია უკვე არის, შარშან ჩვენ გავზარდეთ ბიუჯეტი წელს, ყოველ წელს მზარდი ბიუჯეტია, რადგან გვინდა მაქსიმალურად მოვიცვათ ახალგაზრდულის დიდი ნაწილი და ჩართული იყოს ახალგაზრდობა იმ პროექტებში, რაც მოიტანს ესეთ ეფექტს, რომელიც არის წარმოდგენილი, რაც თქმა უნდა ეს არის ნაწილი იმ გაკეთებული 116 პროექტიდან, რომელიც ფონდმა განახორციელა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ყავს თავისი სათადბირო, რომელშიც სამინისტროს თანამშრომლების გარდა არიან ჩართული და ფონდის თანამშრომლების გარდა არიან ჩართული ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას თუ როგორი სახის და რა პრიორიტეტულობით უნდა მოხდეს დაფინანსება ესეთი პროექტების. რა თქმა უნდა, ახლა ბატონი ირაკლი და ბატონი მათე იტყვიან კონკრეტულად, მაგრამ მე სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ იმ 116 პროექტი, რომელიც დაფინანსდა ამ ფონდის მეშვეობით 700-მდე კაცი იქნა დასაქმებული და დაახლოებით 20,000 ახალგაზრდა იყო მთლიანობაში ერთად ჩართული ამ პროცესში. რომ ეს არ არის დროებითი რაღაც საჩვენებელი პროექტები, არამედ არის გრძელვადიანი და თან მომცემი იმ მადლისა, რასაც ჩვენ და თვითონ მოტივირებული ეს არის ნატურალური პროექტი. აღნიშნეთ, რომ არის ძალიან გემრიელი და ვისაუბრეთ მოვასწარით და აი გითხარით აი ამოდი ამ პროექტის მაგალითს ვილაპარაკოთ, რადგან ეხლა სტუდიაში წარმოდგენილი. როგორ ხდება ეს ყველაფერი? მე ვიცი, რომ ამ ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ასევე შშმ-პირთა ხელშეწყობა და ჩვენ აქ გვაქვს მათ მიერ დამზადებული ძალიან კარგი ნივთები ჩვენს მაგიდაზე. პრინციპი პროექტების შეტანის, შემდეგ ამ პროექტების განხორციელების, ვისი იდეა შეიძლება იყოს მისაღები თქვენთვის? პირველ რიგში მოგესალმებით, როგორც მოგეხსენებათ, ფონდი ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომელსაც უშუალოდ ჩართული არიან ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციები. ფონდი შექმნილია კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც სწორედ ითვალისწინებს ახალგაზრდა არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას და ჩვენი პირდაპირ სწორება არის, რომ მხარი დაუჭიროთ სოციალურ პროექტებს, ისეთ პროექტებს, მაგალითად, როგორც არის წარმოდგენილი დღეს აქ ამ სტუდიაში. ამჟამად მიმდინარეობს საგრადო კონკურსი და ერთადერთი მექანიზმი, რომ ორგანიზაციამ მიიღოს მხარდაჭერა სახელმწიფოსგან არის სწორედ საგრადო კონკურსში მონაწილეობა. ბოლო ვადა არის თარიღის შემოტანის 19 მარტი 6 საათი და ორგანიზაციებს ვთხოვ, რომ შემოიტანოს ინოვაციური პროექტები, მსგავსი პროექტები თუნდაც. პროცედურა როგორია თვითონ შემოტანის? პროცედურა არის ძალიან მარტივი, ელექტრონული აპლიკაციის ფორმა და ინფორმაციული ტექნოლოგიები დაიხვეწა ფონდში. შეივსუნა ორგანიზაციამ შეავსოს ის ველები, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე არის მითითებული და შემდგომში ის იბრძვის გრანტისთვის, ხო სწორია, სხვა თავის კონკურენტ ორგანიზაციების გვერდით. და ინოვაციურ პროექტებზე რახან საუბრობდით, მაგალითისთვის აი ეს ხის სათამაშო, რომელიც ჩვენთან სტუდიაში წარმოდგენილი, არის შექმნილი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში და ის არის შექმნილი სმენა დაქვეითებული ბავშვების მიერ. ხო სწორია, დაახლოებით მიმართულება რომ განსაზღვროთ, ასე ვთქვათ, ნახეთ. ეს არის ყველაზე ჯანმრთელი სათამაშო. პროექტი განახორციელა ორგანიზაცია დავითიანმა, რომელიც სოციალურ საწარმოში დასაქმებული არიან ახალგაზრდები, მზრუნველმოკლებული
ადამიანები და ასევე ყოფილი მსჯავრდებულები, რომლებიც ესე ვთქვათ დასაქმებულები არიან. პრიორიტეტი მაინც ეს იქნება, ვთქვათ, აი შშმ პირების დასაქმება, ვთქვათ, მსჯავრდებულების რეაბილიტაცია, ამ მიმართულებით უფრო ფიქრობთ, რომ გრანტები გაიცეს? ესე მოგესალმებით ყველას. ჩვენ გვაქვს ოთხი ძირითადი პრიორიტეტი მთავარი მიმართულება, რომლის ქვეშაც რამოდენიმე ასე ვთქვათ ქვეპროგრამები არსებობს. ამ 4 პროგრამაზე ასე ვთქვათ შეშმო ადამიანები და ასევე ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტში აღნიშნული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანები ცხადია გარკვეული პრიორიტეტით სარგებლობენ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და სახელმწიფო მხარდაჭერა და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, მათ ჭირდებათ იმისთვის, რომ რეინტეგრირდნენ საზოგადოებაში. თუმცა ცხადია, ასე ვთქვათ, სხვა ტიპის ადამიანებსაც აქვთ, ახალგაზრდებსაც აქვთ პროექტის შემოტანის უფლება. ეს არის პირველი პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი გახლავთ დასაქმება და არაფორმალური განათლება, რომელიც თავის თავში აერთიანებს სოციალურ მეწარმეობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის დაგეგმვა. ჩვენ ველოდებით ორგანიზაციებიდან იდეებს ამ პროცესის დაგეგმვაში და ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ეს პილოტურ პროგრამებად ჩავთვალოთ. მეორე პროგრამა ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესის და მასობრივი სპორტის განვითარება. მესამე პროგრამა პრიორიტეტი ეს არის ასე ვთქვათ, სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა, რომელიც თავის თავში გულისხმობს კულტურულ, ეკოლოგიურ და ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების დროს ჩართვაში პროექტების მიმართულებას და მეოთხე ახალი მიმართულება, რომელიც ჩვენ დავამატეთ ამ პირველ საგანდო კონკურსზე წელს, გახლავთ ინოვაციებისა და სტარტაპ ტექნოლოგიური გამოგონებების მხარდაჭერა ახალგაზრდებში. ამით თვლით, რომ ასე ვთქვათ, უნივერსიტეტების ზუსტასაბუნების მეტყველო მეცნიერების სტუდენტებს მოვიცავთ და მათ ასე ვთქვათ იდეებს და ინოვაციურ მიდგომებს დაუჭერთ ხარს და ველოდებით ამ მიმართულებით განსაკუთრებით ვთქვათ, სტუდენტები ახსენეთ და თან ახსენეთ ორგანიზაციები. სტუდენტი, რომელსაც აქვს ვთქვათ იდეა და გამსჭვალულია ძალიან დიდი ენთუზიაზმით. ის აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს გარკვეულ ორგანიზაციას, ან უნდა მიმართოს რომელიმე ორგანიზაციას ჩასართველად ამ პროექტში. რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის იურიდიული სტატუსი არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, ანუ საინიციატივო ჯგუფებს და ფიზიკურ პირებს არ აქვთ შემოტანის უფლება თავიანთი საპროექტი უკვე ორი ინსტანციის გავლა უწევთ. ანუ ძალიან მარტივია იუსტიციის სახში ერთ დღე უნდა ორგანიზაციის რეგისტრაციას, სადაც გათვალისწინებული იქნება წესდების მიზნები, ახალგაზრდული მიმართულებით და შემდგომში წარმოდგენა ამ იდეის ფონდში. სხვაჩოს ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისინი მას შემდეგაც ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციაში, ანუ ეს ნიშნავს ფაქტობრივად იმას, რომ ისინი თვითორგანიზდებიან უკვე და რაც არის საფუძველი იმისა, რომ ისინი დამატებით შემდგომშიც ასე ვთქვათ აქტიურობას მიმართავენ თავიანთ საქმიანობის სფეროში და უფრო ჩვენგან ასე ვთქვათ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა მათ იდეის რეალიზებისთვის მათ კიდე მეტად უბიძგებთ შემდგომში ამ ორგანიზაციის ფარგლებში დამატებითი თანხების სხვა ფონდებიდან მოძიების საშუალებას მისცემს. მოდით, იცით რა ვქნათ, ახლა ცოტა დავკონკრეტდეთ და აი აქედან რაც არის აქ მოცემული, აი აქედან გამომდინარე მოვყვეთ, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ არ იცის, ეს შეიძლება გავაკეთოთ, არ შეიძლება. ანუ აქ ძალიან ბევრი რაღაცა მოცემული არის, რაც ვთქვათ, განვითარებაშია და პერსპექტივაში იმუშავებს. ეს დავამატები, სანამ კომიქსებზე და სხვა ვისაუბრებდით, ეს არის სახელმწიფომ ან მთავრობამ მიიღო პოლიტიკის დოკუმენტი ახალგაზრდობის განვითარების, რომელთა ფარგლებშიც არის ამ პროექტების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოში არსებობდეს ესეთი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს და ურთიერთობებს ახალგაზრდებს და ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, რომ ჩართული იყოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იცოდნენ საქმიანობა, იცოდნენ რა უნდა გააკეთონ მათი სურვილის მიხედვით და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რეგიონებში გავაძლიეროთ ეს და გავაძლიერეთ ეს ურთიერთობები. გვინდა რომ რეგიონებში გავიდნენ, ასე ვთქვათ, და ეს პროექტები ხელმისაწვდომი იყოს არა მარტო თბილისში, არამედ სხვა რეგიონებში, სადაც ჭირს ვთქვათ ახალგაზრდების მობილიზაცია, ჩართულობა, ამიტომ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანია დღითი დღე მატულობს ახალგაზრდების ჩართულობა. იმდენად პოპულარული გახდა ფონდის საქმიანობა და რაზეც აი დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლა 24 საათი მუშაობს ამ ფონდში და ეს მართლაც იდეებით ახსავსე ფონდია. ანუ ყოველწლიურად ახალი იდეა. ამ იდეებზე ალბათ ბატონო ირაკლი. რეგიონებში მართლა აუცილებელია, იმიტომ რომ ახალგაზრდები მართლაც არ უნდა იყვნენ უსაქმოდ და უნდა აკეთონ ის, რაც უხარიათ და ამაში აიღონ.
გასაუბრებელ ფაზებში. ბატონო მირეკლი, აბა კონკრეტულად მოდით. საიდან დავიწყოთ? საიდან გადახარდება ძალიან ბევრი რაღაც არის. თუ გნებავთ ბრაილის წიგნებით დავიწყოთ. ბრაილის შრიფტი ეს არის შრიფტით დაბეჭდილი წიგნები უსმენობის თხოვნით. მათ თხოვნით დაიბეჭდა ლოცვანი და წმინდანების ცხოვრება. ისინი ჩაერთვენ საეკლესიო ღვთისმსახურებაში და ამჟამად გეგმავენ ასევე სხვა ლიტერატურის დაბეჭდვასაც. ასევე მნიშვნელოვანი არის სობისურის ვაშლის წვენის სოციალური საწარმო. ხო, უგემრიელესი მინდა რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დასაქმებული არიან ახალგაზრდები და ეს ორგანიზაცია დღესაც ეთიკ-ფინანსი მუშაობს აქტიურად ინოვაციურ პროექტების შემოიტანას. აი წინ ნარდი და ისინი არ დაგვავიწყდეს არაჩვეულებრივი ხეზე ნამუშევარი. ეს არის როგორც მოგეხსენება ჩვენი პრიორიტეტია მაღალმთიან რეგიონების მხარდაჭერა, დაფინანსდა ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს ყაზბეგში და ხეზე ახალგაზრდები მუშაობენ უნიკალური ხეზე კვეთის საწარმო. და ეს დანები აი წინათალაგია სხვადასხვა ულამაზესი. ეს არის დუშეთის რაიონში ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა საწარმო სახელოსნო, სადაც ახალგაზრდები ამზადებენ მნიშვნელოვან დანებს და რაც ტრადიციულ ქართულ ღირებულებებზე არის ორიენტირებული და იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც ადრე კიდევ შუა საუკუნეებში. ერთმა იდეამ და ერთმა პროექტმა რა წილი დაფინანსება შეიძლება მიიღოს ამ 1 მილიონი ლარიდან? ესე იგი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ასე ვთქვათ, თითო სახელმწიფო სუბსიდიის მაღალი ჭერი, ეს არის 20.000, 25.000 ლარი. სწორედ ამ ფინანსური, ასე ვთქვათ, რაოდენობის ფარგლებში შეუძლიათ ადამიანებმა, ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შემოიტანონ განაცხადი გააკეთონ საგრანდო კონკურსი. და განსაკუთრებით საინტერესო ასევე არის ის, რომ ეს სოციალური საწარმო თითოეული, რომელიც ფონდის მიერ არის დაფინანსებული, შედეგი ამის არ არის მარტო ახალგაზრდების დასაქმება, ასევე მათ ადგილზე უტარდება ტრეინინგები, ასევე ისინი ადგილზე ტრენერების საშუალებით სწავლობენ პროექტის წერას, ასევე სხვადასხვა არაფორმალურ განათლების მიმართულებებს, რათა მათ განუვითარდეთ ყველა ეს უნარჩვევა, რომელიც დამატებით ცხოვრებაში გამოიყენება. ეხლა რა მინდა გითხოთ, მე თუ აი ეს ბალადა მეფხსა და მოხსა გრაფიკულ ნოველა, რომელიც არის სასწაული გაკეთებული საოცარი გემოვნებით და ისეთი საინტერესოა, რომელსაც მე აუცილებლად ვიყიდი. სად იყიდება ეს ყველაფერი და იყიდება თუ არ გაყიდვაში, სად შეიძლება მოვიძიოთ? ანუ ეს ხო დამოკიდებულია კომერციულად უნდა კონდეს ამ პროექტებს შემდეგ თუ ეს არის სუფთად სოციალური რეალურად სოციალური მეწარმეობა არ გულისხმობს ბიზნეს ინტერესებს, ჩვენ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას ვუქმნით ორგანიზაციებს, რომლებმაც შემდგომში შეიძლება რეალიზაცია გააკეთონ თავიანთი იდეის და შემდგომში მოხდეს რეინვესტიცია ამ თანხების პროექტებში. გრაფიკული ნოველა ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ ეროვნული მოტივები გავიდეს საზღვარგარეთ და ამავე დროს ქართული მულტფილმები, რომელიც პრაქტიკულად დღეს აღარ ექმნება იმის შექმნის წინაპირობები გახდეს და იმიტომ რომ იგეგმება ანიმაციის შექმნა, მე როგორც ვიცი. ამ ანუ ტექსტი საინტერესოა. ამას ვერ ვიყიდი? კი, როგორ არა, მიცდებულია მან ყველაფერი და ამ წელსაც და ამას საუბარია იმაზე, რომ ეს მოგება ცხადია სოციალური საწარმო ბიზნეს ლოგიკით ვითარდება, თუმცა ეს მოგება, რომელიც მოდის, რეინვესტირდება ისევ სოციალურ საწარმოში. ანუ ასე ვთქვათ, სოციალურ საწარმოს მფლობელს, ასე ვთქვათ, თავის ჯიბეში არ მიაქვს მოგება. უნდა მოახდინოს იმ საქმიანობას, რომელიც დავიწყოთ მე შეგიძლიათ ბიბლუს მაღაზიაში იყიდოთ. ბიბლუს მაღაზიაში. და აი ეს დანებით ხო ალბათ უფრო სუვენირების მაღაზიაში. კი. თქვენ თუ დაინტერესეთ, აუცილებლად დაგაკავშირებთ ამ სოციალურ საწარმოს და თქვენ დამატებითი შეკვეთა შეგიძლიათ დავუყუროთ, გამოხარდება ძალიან. ერთ-ერთი კაი პროექტი იყო მოსიარულე ბიბლიოთეკები, ჩვენ რომლებიც განვახორციელებთ, ეხლა ვერ შემოვაყენებდით დიდ ავტობუსს, რომელიც მთელი რეგიონის მასშტაბში, აი მაღალმთიან რაიონებში, ყველა სოფელში, თითქმის საქართველოს ყველა რეგიონში მივაწვდინეთ ესე შემოწირულობით შეგროვილი წიგნები და ეს მოსიარული ბიბლიოთეკა, რომელიც განთავსდა ერთ ავტობუსში, მოგზაურობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და წიგნები გროვდებოდა, აგროვებდნენ ბავშვები ვისოლის
ბენზინგასამართ სადგურებზე, კარგი მაგალითი. ხო, კარგი მაგალითი ის, რომ კერძო კომპანიაც ჩაერთო ამ პროცესში და გვეხმარებოდა და თვითონ ახალგაზრდები იყვნენ მოტივირებული, რომ აი ესეთ სოფლებში, მაღალმთიან სოფლებში დაერეგებინათ წიგნები და თვითონ ის ბავშვები, ვისთანაც მიდიოდა ეს წიგნები, უბედნიერესები იყვნენ. მე მგონი ძალიან კარგი თვითონ ადამიანები სიკეთეს სწავლობენ, სიკეთით ღებულობენ, ასე ვთქვათ, აი ამ თვითმაყოფილებას და ძალიან კარგია, რომ ჩვენ წელს აი ახლა ახალი ინოვაციების და ტექნოლოგიების ახალ პროექტს დავიწყებთ, რომელიც ასევე არის სიახლე და ვიმედოვნეთ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა შემოვა. ჩვენთან არაერთხელ ყოფილა ამ სტუდიაში იმის მაგალითი, რომ ამ იდეების ნაკლებობა ნამდვილად არ არის იმ სტუდენტებში, რომლებიც სწავლობენ სწორედ ამ მიმართულებით. ძალიან დიდი მადლობა. გვინდა გისურვოთ წარმატება ყველა ამ პროექტში. მოუწოდებ ყველა ახალგაზრდას, რომ იყოს ინიციატივიანი, იდეებით ახსავსე და ჩაერთოს ამ პროექტებში. დიდი მადლობა. ჩვენ კი შევშევთ სულ რამდენიმე ხანში და ახალგაზრდებს სჭირდებათ ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის გარკვეული პროგრამები, აგიტაცია და არა მარტო ახალგაზრდებს და აუცილებლად გიყურეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საბაჟიშო სისტემა შემოგთავაზებთ დღეს.